მე მგონი ან გეოგრაფები, ან ისტორიკოსები რაღაცას გვატყუებენ. ეხლა უყურეთ თქვენ რა შესაქმე. $41,000 კილომეტრი თუ 42,000 კილომეტრი ხო არის დედამიწის გარშემოწერილობა. 24 საათში ერთ ბრუნს ხო აკეთებს დედამიწა რა კაცო. ხოდა. რანაირად ესე იგი ჯერ როგორ ხდება ეს დაახლოებით ბგერის სიჩქარეზე მეტი კაცო. ბგერის სიჩქარეზე მეტია ეგა, ასე ვთქვათ, ნამეტი რა. ანუ პოლუსთან ახლოს რო არის და ეკვატორისკენ რო წავა. აი. ბგერის სიჩქარეზე მეტი ან დაახლოებით არის რა. ნებისმიერი სხეული. ეხლა ეგ იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, ეკვატორისკენ წასვლა, რაც მიდის ეკვატორისკენ, ხო? რაიმე სხეული, ხო? მით უფრო, ესე იგი, დედამიწა იქ სწრაფადრიალებს. გამიგეთ? რა სწრაფად აი რო გადაფეხით რო ერთი ნაბიჯით რო გადადგა, ხო, იქით რო დადგა, იქ უფრო სწრაფადრიალებს, აი კორიოლისის ძალას პირიქით მიიყეხარ იქითკენ. გამიგეთ? ანუ გისვრის. იქით რო გადადიხარ, უფრო სწრაფადრიალებს. და გიადვილდება. ეს არის კორიოლისის ძალა. ხოდა. ანუ ვასკო და გამამო შემოუარვა იმას რა. აფრიკას. მე მგონი ტყუილია გამო. ესე იგი, ბგერის სიჩქარეს კი მიიღებდა, as გაუადვილდებოდა კორიოლისის ძალა, წაიყვანდა ამ გემსა, მაგრამ იქიდან არ გინდა რომ წამოეს შეეწინააღმდეგა უკვე გაქვს აღებული ბგერის სიჩქარე. ხო, დაგემატა დედამიწამ დაგატრიალა. და ამდენი ენერგია ხო გინდა ის რომ გადმოლახო და პირიქით შემოხვიდე. ხო გინდა რა. მე მგონი ტყუილია. არავით არის აფრიკის არ შემოუვლია. უბრალოდ კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ ეგვიპტის სულთნებთან და გადავიდნენ ისე, ვითომ აფრიკა შემოუარეს. მოკლედ გადავიდნენ რა, მე ესე მგონია. იმიტომ იყო რომ პორტუგალიელები ვთქვათ, აი ჩვენ ქეთევან წამებულთან, აი კახეთის დედოფალთან რაღაც მოლაპარაკებებში რო იყვნენ რაღაცა. ესე იგი, იქ ეგვიპტეში ხო ისინი იყვნენ ქართველები ეს მამლუქთა უფროსები ხო იყვნენ. შეიძლება მოლაპარაკდნენ და იმათმა გადაიყვანეს, ვითომ აფრიკა შემოუარეს. ფიზიკურად რამდენად შესაძლებელია კაცო. ეკვატორისკენ წასვლა ხო, მაგრამ ეკვატორიდან ჩამოსვლა როგორ კაცო? ენერგია გაღებული უკვე იქ. უკვე სწრაფად მოძრაობ და იქითკენ რომ წახვიდე, გაიგე, ენერგია გჭირდება. რომ ეს ბგერისი აბა წარმოიდგინე გემი. და ამ გემს აქვს ბგერის სიჩქარე აღებული. ვინაიდან რადგან დედამიწა ხო ტრიალებს არა? და იქ ეკვატორთან ყველაზე დიდი რადიუსია, ხო? დედამიწის. და აკრიფილი გაქვს სიჩქარე. ეს ხომ დააგდო. იქ წახვალ, მაგრამ უკან ვეღარ წამოხვალ. ვეღარც ერთი ქარი ვერ წამოგიყვანს იქიდან. იმიტომ რომ იქიდან მოდიან საერთოდ ქარები, საერთოდ ან წყლის დინებები. რაღაც არ ამჯერა. ხო. ხოდა, ან საერთოდ რანერად ფრინავენ, ასე ვთქვათ, ამერიკიდან, ვთქვათ, ავსტრალიაში. ჩრდილოეთ, მაგალითად კანადიდან. ეკვატორამდე ადვილად წავა, ხო, კორიოლისის ძალა წაიღოს, მაგრამ მე ხომ დააგდოს ეგა.
თანამედროვე პირობებში კი შეიძლება ეგეთი რამის გაკეთება, ხო? იმიტომ რომ ბგერის სიჩქარის ისინი არსებობს, ხო, რაკეტები და ეს თვითმფრინავები, ხო? ეხლა შეიძლება ამის გაკეთება. ადრე კაცო. ad ისტორიკოსები რაღაცას გვატყუებენ რა. მეილე ჯანჯიბოშვილი ვარ, გამოიწერეთ არხი.